ისრაელი უკვე 2,5 წელზე მეტია აქტიურ ომშია ჩართული და დასასრულის პერსპექტივა თითქმის არ ჩანს. მისი ძალები იკავებენ ტერიტორიებს ღაზაში, ლიბანში, სირიაში და ასე გაგრძელდება ახლო მომავალშიც. რა გავლენას ახდენს ეს? როგორ აისახება ეს ისრაელის საზოგადოებაზე? საზოგადოებაში, სადაც მე ვცხოვრობ, ვფიქრობ, რომ მთავრობის ამ ქცევის წინააღმდეგობა არ არის მიღებული. ყველა საკმარისად ჭკვიანია იმის გასაგებად, რომ ომის მიზნები მიღწეული არ არის. ღაზა, სადაც საქმე ჯერ კიდევ ღია, ლიბანი საქმე ღია, სირია საქმე ღია, ირანი საქმე ღია, ყველგან საქმე ღია. მოვიყვანეთ რომელიმე ამ საქმეებიდან ბოლომდე. მივიღეთ, ანუ საბოლოო თანხმობა რომელიმე ამ საქმეზე არა. და ამის გამო, ანუ ყოველ 2 დღეში ერთხელ ისმენთ, რომ ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთში, კიდევ ერთი ავარიაში, ღაზაში, ან სნაიპერის მიერ მოკლული. ასე რომ ომის მდგომარეობაში ვცხოვრობთ უკვე 2 წელიწადი და ნახევარია, ანუ თითქმის მიუახლოვდით უკრაინის მაგალითს. და ზუსტად ესია, ეს არ არის არჩევანის ომი. ეს ისრაელს თავს მოახვიეს. ხო. და საფრთხეები კვლავ რჩება. კი, ეს გადაწყვეტილებები სუდი იყო. როგორც ვთქვით, ეს ჩვენზე ძალით დააწესეს და პასუხი სწრაფი უნდა ყოფილიყო. სწრაფი და საბოლოო. ამის ნაცვლად უბრალოდ გავწელეთ დრო, ჩვენ დაგვჭირდა თვეები. იმის გადასაწყვეტად პირველ რიგში დაგვეწყო თუ არა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია. და შემდეგ ვგულისხმობ სხვადასხვა ვერსიები მოვისმინეთ. ერთმა თქვა ვგულისხმობ ლიდერობა ჩრდილოეთშია, ასე რომ უბრალოდ დავიფხარით ღაზას სექტორის ჩრდილოეთი და არაფერი. შემდეგ თქვეს რომ ლიდერობა შიფას საავადმყოფოშია სარდაფში, მივედით შიფას საავადმყოფოში და იქაც არაფერი იყო. შემდეგ თქვეს ხან იუნისი, შემდეგ ისევ ხან იუნისი. ყოველ ჯერზე უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორეში გადავიტანეთ, ისე რომ მიზანი ბოლომდე არ შეგვისულებია. ეხლა ლიბანში იგივე ხდება. გულისხმობ. ეხლა უბრალოდ დავიწყეთ ომი ჰეზბოლას და ძალიან პირდაპირ თქვით, რომ ჩვენ მას მახეში მოვაქციეთ. ჰეზბოლა მახეში მოვაქციეთ. We trapped Hezbollah and მახეში, რომელიც ჩვენ დაუდეთ, სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. ეს იყო გულისხმობ უპილოტო აპარატების, კიბერშეტევების, ოპტიკურ მოჭკოვანი კაბელების, უპილოტოების სიურპრიზი. გულისხმობ, ეს იყო სტრატეგიული მოულოდნელობა ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის. ისინი ამისთვის მზად არ იყვნენ, ისე როგორც ჩვენ არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც ღაზაში მოხდა. მაშ, როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ეს გულისხმობ და თქვენი უსაფრთხოება მათ ანდოთ, რადგან საბოლოოდ ისრაელის ხალხი უსაფრთხოებას ითხოვს. ჩვენ გვინდა უსაფრთხოება. ეხლა შეგიძლიათ მოგცეთ უსაფრთხოება, როცა ესე იქცევით, გულისხმობ ესეთი სულელური ქმედებებით. ესე რომ თქვენ აკრიტიკებთ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მაგრამ ასევე ადრე თქვით, რომ ისრაელი აშშ-ის ზეწოლას ემორჩილება. მაშ, რამდენიც დიდი გავლენა აქვს ისრაელსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, იმაზე, რომ ისრაელი ამ მდგომარეობამდე მივიდა, რითაც ძალიან უკმაყოფილო ხართ. და ბევრი ისრაელიც ასევე უკმაყოფილოა. როცა ამ იცხაკ რაბინთან მუშაობდი, ეს ერთხელ კი არა, რამდენჯერმე მოხდა, ანუ ესეთი შემთხვევები ბევრჯერ იყო. ის ხშირად ამბობდა, ამას არ გავაკეთებ და არ გავრისკავ იმ $3 მილიარდ, რომელსაც ყოველწლიურად ვიღებთ შეერთებული შტატებისგან. მას ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ იცხაკ რაბინი სხვა პრემიერ-მინისტრებზე მეტად ყოველთვის აოცებდა ამერიკელებს. ყოველთვის აოცებდა მათ. პირველ რიგში 415 ჰამასის ლიდერის ლიბანში გაძევებით. და შემდეგ ოსლოს შეთანხმებით, რაც ამერიკელებისთვის სული სიურპრიზი იყო, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ სირიაზე ვსაუბრობდით, და შემდეგ მათ მიიღეს ის, რაც მიიღეს, იმ პერიოდში ყველა ისრაელის სამხედრო მოქმედება მხოლოდ ისრაელის ინიციატივით იწყებოდა და ისრაელის მიერვე წყდებოდა. აქ აღმოჩნდით ჩვენი ვალდებულებებისა და იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკამ დაგვეხმარა ირანის ბირთვული საფრთხის შემცირების მცდელობაში, ეხლა მათი გადაწყვეტილებების მიღებასთან ვართ მიბმული. გულისხმობ იმას, რომ თუ ისინი და მაგალითად დონალდ ტრამპმა ეს ღიად თქვა ეთერში, მან თქვა ბიბი ნეთანიაჰუ.
მან არ უთქვამს ბენიამინ ნეთანიაჰუ. მან თქვა, ბიბი ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მინდა რომ გააკეთოს. ასე რომ ეს არის სიტუაცია, სადაც ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი გადაწყვეტილების მიმღები უბრალოდ თქვათ ასე ვაშინგტონში თეთრი სახლის კარზეა ჩამოკიდებული და ასე არასდროს ყოფილა. და ასე არასდროს ყოფილა. ასე რომ ჩვენ დაუკარგეთ ჩვენი დამოუკიდებლობის ნაწილი. ეს არის ის, რაც ხდება ამ ურთიერთობებში. რადგან მეორე მხრივ, რასაც გულისხმობ, შეხედეთ აშეთეშის ქცევას. როდესაც ისინი ამბობენ, როდესაც აცნობიერებენ, რომ ხუთების დამორჩილება შეუძლებელია, ისინი აჩერებენ ომს. ამბობენ, არა, საკმარისია, ჩვენთვისაც საკმარისია, ჩვენ დავჭით, ჩვენ ხუთებთან დავჭით. ეხლა ისინი ირანთან შეთანხმებას მიაღწევენ, რასაც უნდა იმას გააკეთებენ. და ჩვენ ირანთან დავჭებით. იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ და ისინი იქ არიან. ეს დიდი განსხვავება. ეხლა ლიბანშიც იგივეა. თქვენ ვიკრძალავთ დახიაზე დარტყმას. თქვენ ჰეზბოლას იცავთ. ჰეზბოლა დახიადან გაქცევის ნაცვლად უბრალოდ ამბობს, რომ იციმის. ის გვერდებზე ხელს იჭერს და ამბობს, ღმერთო ჩემო, ან ვინ იფიქრებდა, რომ ვაშინგტონი დაგვიცავდა ისრაელისგან.